მოგესალმებით ლომებო, დღეს გვექნება ძალიან საინტერესო თემა, ეს არის იარაღის ვაზნების კლასიფიცირება. მე მინდა დავყო სამდით კლასად, გამომდინარე დანიშნულების, კონსტრუქციის და კალიბრის. დავიწყოთ პირველით, ეს არის დანიშნულების მიხედვით. დანიშნულების მიხედვით არსებობს სამხედრო ვაზნები, საზღვაო ან პოლიციის ვაზნები, სპორტული ან სამიზნე ვაზნები, ნადირობის ვაზნები და თავდაცვის ვაზნები. დავიწყოთ სამხედრო ვაზნებით. სამხედრო ვაზნების გამოყენება არის სამხედრო ოპერაციები. ესეთ ვაზნებს აქვს მაღალი შემწევის უნარი და საიმედობა. ორი ესეთი ვაზნა 7.62 და 5.56 არის სამხედრო ვაზნის სწორი და კარგი მაგალითი. შემდეგი კლასიფიცირებაში არის საზღვაო და პოლიციის ვაზნები. მათ აქვს დაბალი რიკოშეტის უნარი. ესეთი მაგალითი ვაზნის არის 9.19-ზე mm პარაბელუმი. შემდეგი ეს არის სპორტული ვაზნები, მათ ახასიათებს მაღალი სიზუსტე და სტაბილურობა ტრაექტორიის. ესეთი ვაზნის მაგალითი იქნება წერტილი 22 LR, long rifle. შემდეგი მე მინდა ავიღო სანადირო ვაზნები, მათ ახასიათებს მაღალი ენერგია და შეღწევის მაღალი უნარი. ესეთი ვაზნების მაგალითი იქნება 308 ვინჩესტერი ან მე-12 კალიბრი 12 gauge shotgun. შემდეგი ეს არის თავდაცვის ვაზნები, პისტოლეტის თავდაცვის ვაზნები. ეს არის ძირითადი მახასიათებლები კომპაქტური და ეფექტური ახლო მანძილზე. ძირითადი მაგალითი ესეთი ვაზნების არის 9.18-ზე მაკაროვი და წერტილი 45 ACP. შემდეგი კლასიფიცირება ეს არის გამომდინარე კონსტრუქციის. გამომდინარე კონსტრუქციის არსებობს სრული ლითონის პერანგით, ეს არის FMJ full metal jacket, რომელსაც აქვს მთლიანი ლითონის გარსი და რომელიც იცავს ტყვის ბირთვს. სამიზნე სროლა და სამხედრო ოპერაციების დანიშნულება აქვს მსგავს ვაზნას. ასევე გააჩნია გამომდინარე კონსტრუქციის მაღალი შეღწეობის უნარი და ასევე ეს იქნება 5.56-ზე მაგალითი და full metal jacket. შემდეგი ამ კლასში ეს არის პოლიმერი დაფარული TMJ, ანუ total metal jacket. ეს არის ანალოგი FMJ-ს, მაგრამ უკეთესი ბირთვის დაცვით. TMJ გამოიყენება ძირითადად სპორტულ მიმართულებაში, რადგანაც აქვს მაღალი სიზუსტე და შეღწევის უნარი. შემდეგი კლასი გამომდინარე კონსტრუქციის, ეს არის ცარიელი ვაზნები, რომელიც ძირითადად გამოიყენება სასწავლო, ასევე გამოიყენება ფილმებში, რომ შექმნას სროლის ეფექტი. კონსტრუქციისგან გამომდინარე ასევე არსებობს დამწდომი, ანუ hollow point ვაზნები. ტყვის წვერი აქვს ღრმავებული, რაც უქმნის მაღალ შეჩერების უნარიანობას. ესეთი ტყვიები, ანუ წარმოიდგინეთ მსგავსი ტყვია, ოღონდ ჩაღრმავებული. მსგავს ტყვიებს აქვს მაღალი შეჩერების ენერგიის უნარი. ძირითადი მიმართულება ეს არის ნადირობა და თავდაცვა. კიდე ორი გამომდინარე კონსტრუქციის, ეს არის კარტეჩი, ბაქშოტ, ანუ გამოიყენება ძირითადად გლუვლიან იარაღში, სანადიროდ და ძირითადი მიმართულება ეს არის ნადირობა მწყერზე. ეგ არის კარტეჩი, ანუ მცირე პატარა ტყვიები, რომელიც იშლება საფანტი ქართულად, რომელიც იშლება სროლის დროს. და ფეთქებადი explosive rounds, ეგ არის დანიშნულება სამხედრო და გამოიყენება იმისთვის, რომ ღრმად შეაღწიოს მიზანში. ესამე ეს არის კლასიფიცირება კალიბრის მიხედვით და აქ შეგვიძლია ავიღოთ სამი მიმართულება, ეს არის პისტოლეტის ვაზნები, ეს არის თოფის ვაზნები და ეს არის სნაიპერული ვაზნები. დავიწყოთ პისტოლეტის ვაზნებით. ძირითადი მაგალითები ეს არის 9 მმ-იანი პისტოლეტის ვაზნა, ყველაზე პოპულარული კალიბრი. 9 მმ პარაბელუმ, ყველაზე ხშირი, რაც ჩვენ შევხვდება პისტოლეტებში, ეს არის წერტილი 45 ACP, რომელსაც აქვს მაღალი შეჩერების უნარი, ეს არის წერტილი 380 ACP, ეს არის კომპაქტურ პისტოლეტებზე ძირითადად. გადავიდოთ მეორეზე, ეს არის თოფის ვაზნები, shotgun. მე-12 კალიბრი, ყველაზე პოპულარული სანადირო, ეს არის მე-20 კალიბრი, რომელსაც გააჩნია უფრო მსუბუქი ვაზნა, ამის გამო არის უფრო მართავი ტრაექტორია, ანუ უკეთესი სიზუსტე აქვს და ეს არის slugs. slugs ეს არის ერთი მყარი ტყვია, რომელიც გამოიყენება სანადიროდ დიდ ცხოველებზე.
მესამე დიდი კატეგორია ეს არის სნაიპერულები. სნაიპერულებში მე ავიღებდი გარდა კალიბრი 7.62 და ნატოს კალიბრი 5.56-ს მე ავიღებდი ესეთ პოპულარულ კალიბრს, რომელიც არის წერტილი 308 ვინჩესტერი, ეს არის წერტილი 300 ვინ მაგნუმი და ეს არის წერტილი 50 BMG, საკუთრებულად მძიმე იარაღისთვის. ეს იყო ვიდეო ვაზნების კლასიფიცირებაზე, დაწერეთ ლაიკი და დატოვეთ თქვენი კომენტარები.